BMCG კვლევითმა ცენტრმა ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში 2023 წლის ნოემბერთან შედარებით თითქმის 11%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7%-ით არის მომატებული, თუმცა წლიურ ჭრილში ფასები შემცირებულია, თუ მონაცემებს 2022 წლის დეკემბერს შევადარებთ, ვნახავთ, რომ სასტუმროების ფასების ინდექსი 7%-ით შემცირდა. 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.9%-ით ნაკლებია. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი კვლავ გურიაში იყო 19.6%-ით, ყველაზე ნაკლები კი თბილისში 11.9%-ით. აღსანიშნავია, რომ თვიური სამომხმარებლო ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო ზემო სვანეთში. გასულ თვეს სასტუმროების ფასები ასე გამოიყურებოდა 2023 წლის დეკემბერში საქართველოში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 253, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი დეკემბერში 123 ლარით განისაზღვრა, ხოლო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროთა საშუალო ფასი 407 ლარი იყო. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 557 ლარი, თბილისში 529 ლარი, გურიაში 409, ხოლო აჭარაში 325 ლარია. სასტუმროებში განთავსებისა და კვების ფასები აქტუალურია ამ სეზონზე და განსაკუთრებით ესახება სამთო-სათხილამურო კურორტებს, ამიტომაც გასული კვირის ბოლოს BMG რამდენიმე ბრენდული სასტუმროსა და აპარტამენტის წარმომადგენელს ესაუბრა და მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაგაცნობთ იმ ფასებს, რაც ამჟამად გუდაურსა და ბაკურიანში მოქმედებს. იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში მთის კურორტებზე ფასები შემდეგნაირად გამოიყურება, მაგალითად გუდაური ლოჯიში სტანდარტული ორადგილიანი ნომრის ფასი ერთ ადამიანზე 595 ლარია, საუზმით ორ ადამიანზე კი მხოლოდ საუზმის თანხა ემატება და 653 ლარს შეადგენს. ფასში საუზმესთან ერთად შედის საუნა და აუზით მომსახურება. მიმდინარე კვირის ბოლოს ერთი ადამიანი 545 ლარად შეძლებს დარჩენას მარკო პოლო გუდაურში, ხოლო ორადგილიან ნომერში ორი ადამიანის განთავსების ფასი 680 ლარი იქნება. ფასი ამ შემთხვევაშიც მოიცავს საუზმეს, საუნას და სპას. რუმს ყაზბეგში დარჩენის მსურველებისათვის იანვრის ბოლომდე სპეციალური შეთავაზება მოქმედებს ხედით გერგეთის სამეფისგან, ეგრეთ წოდებულ king size საწოლით ნომრის ფასი ორი ადამიანისთვის 2 ღამით 992 ლარია, ფასში შედის საუზმე, აუზი და საუნა. რაც შეეხება თებერვალს, თებერვალში ფასი 1400 ლარია საუზმით, არც მარკო პოლო გუდაურში, არც გუდაური ლოჯს და არც რუმს ყაზბეგს სამჯერადი კვების სერვისი არ აქვს. ასეთი შეთავაზება მოქმედებს ბაკურიანი ინში, სადაც 5 ან მეტი ღამით დარჩენის შემთხვევაში ორი ადამიანი ორადგილიან ნომერში სამჯერადი კვებით გადაიხდის 440 ლარს ღამეში, თუ 5 ღამეზე ნაკლები დროით გეკმავთ ვიზიტს, მაშინ ერთი ღამის ღირებულება 495 ლარამდე გაიზრდება. თუ მხოლოდ საუზმით გსურთ განთავსება და მხოლოდ ერთი ღამით რჩებით, ფასი ორ ადამიანზე 320 ლარია, ხოლო თუ ორი ან მეტი ღამის გატარებას გეკმავთ კურორტზე, მაშინ ერთი ღამით განთავსების ფასი ბაკურიანი ინში 280 ლარს შეადგენს. საუზმესთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ საუნითაც. იანვრის ბოლოს სტანდარტული ორადგილიანი ნომერი 240 ლარი ღირს იგივე ბრენდის სასტუმროში, ამჯერად გუდაური ინში, ხოლო თებერვალში ფასი 290 ლარს აღწევს. დელუქსის ფასი კი 320 ლარად ანგარიშდება. ფასში შედის საუზმე, საუნა და ასევე ტრანსფერი დილით და საღამოს სათხილამურო ტრასებამდე. გუდაური ინში გითხრეს, რომ ამ დროისთვის თავისუფალი მხოლოდ დელუქს ნომრებია და 315 ლარი ღირს. თუ უფრო ბიუჯეტურ დასვენებას განიხილავთ და მხოლოდ აპარტამენტებს ეძებთ, ფასი დაახლოებით 100-დან 150 ლარამდე მერყეობს, მაგალითად, მგზავრები ბაკურიანის აპარტამენტების ქირაობა ამ სეზონზე 100-120 ლარია, აპარტამენტში კი შესაძლებელია 2 ზრდასრულის და 1 მოზარდის განთავსება. ცხადი ამ შემთხვევაში ფასი მხოლოდ განთავსებას მოიცავს და საკვებით უზრუნველყოფა არ მოიაზრება. ამ ეტაპზე 99 ლარი ღირს ერთი ადამიანის დარჩენა, დიალოგი გხდა ბაკურიანშიც.